მაგალითად, კოლხეთის ეროვნულ პარკში შუაში ჩადგმული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ვინ არის და ვისია და როგორ გაკეთდა და დარღვევით გაკეთდა და მისაღებდა. უბრალოდ ესე იგი სხვა ადგილიც მოინახებოდა ამ ადგილისთვის. უბრალოდ ვიღაცას რო ეთქვა ამ დეველოპერისთვის რომ რაღაცა სოფლიოს საუკეთესო ვეტლენდების გვერდზე შეიძლება, ხო? არ შეიძლება. სირცხვილია, სირცხვილი ჭამეს. ეს არა ისახება კარგად რეპუტაციაზე იმითით, კი დღეს არაფერს არ გეუბნება, ხალ არაფერს, მაგრამ ისტორიულად უკვე გითხრეთ, უკვე დაუსვეს თავისთავად დიაგნოზი. მით უმეტეს რომ 50 წელიწადში ან ნავთობი იქნება, ან კავშირობა. ვიცით ეს კლიმატის ცვლილების გამო დღეს მიმდინარეობს მხარეთა 30-ე შეხვედრა ბრაზილიაში. ხო, სანაპიროს ქალაქში მე მგონი, შეხედონ სანაპიროს ქალაქებმა ყველამ რამდენი მეტრით დაიფარება. ერთით საკმარისია, რომელიც ოფიციალური რიცხვი არის, მაგრამ თუ რამდენიმე მეტრით დაიფარება, ან 1 მეტრს რას უშვება ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ჯერ ექსპლუატაციაში არ არის შესული, მაგრამ თურმე ნავთობს ღებულობს საიდანაც, ხომ არ უჯერა ჩვენ რომ იქ ნავთობია მიღებული, ხა თვითონ მის მფლობელებს ჯერათ ამისი. ძალიან ბევრი გაუგებრობები არის და ეს სანაპიროზე ეს გაუგებრობები არასწორი მმართველობის მე არ ვამბობ ეხლა ეს ჩემი განცხადება არ არის პოლიტიკური, არის ტექნიკური. მმართველობასაც აქვს თავისი ინსტრუმენტები. კანო პროექტი თუ დაგიწერეს, სადაც წერია ესეთი შეთანხმებები, როგორ უნდა იყოს მიღწეული, რამდენმა უნდა განიხილოს, სხვადასხვა უწყება მღიად, დახურულ ოთახში არა, დახურულ ოთახში განხილული ის შემდეგ არის მიღებული მცდარი გადაწყვეტილებები. ამიტომ მე მაინც ოპტიმისტურად უყურებ იმ მხრივ, რომ ყველაფერი დაკარგული არ აქვს. ჩვენ სანაპიროს აქვს პოტენციალი